რა გზავნილებს და გადაწყვეტილებას ელოდებიან საქართველოში ბრიუსელიდან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ვითარებასა და საპასუხო ზომებს განიხილავენ. საქართველოში მოვლენები არ მიდის სწორი მიმართულებით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი უბიზო რეჟიმის შეზღუდვა, აცხადებს კაია კალასი. ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი აღნიშნა, რომ თუ სანქციებს დააწესებენ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს გაყალბება და ეს არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ შედეგები არ მოსწონთ. დისკუსია ბრიუსელში თბილისის დროით პირველ საათზე დაიწყო. დღის წესრიგის თანახმად მინისტრები იმჟელებენ სამ საკითხზე, ჯერ რუსეთ-უკრაინა, შემდეგ საქართველო და ბოლოს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაც განიხილება. მას პირველად ხელმძღვანელობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. გვყავს ძალიან ბევრი მოკავშირე, ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ქვეყანაში დემოკრატიის დასამარებისათვის და ამ ქვეყნის იზოლაციისათვის პასუხისმგებელ პირებს უნდა დაეკისროს სათანადო პასუხისმგებლობა. ქვეყნის შიგნითაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გულისხმობ, ქვეყნის გარეთაც სანქციებს და სხვა ტიპის ეწოლას გულისხმობ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გართულებები, მაგალითად ავტოკრატიული უნგრეთის ფაქტორი, რომელიც წლის ბოლომდე არის კონკრეტულ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული და შეიძლება საფრთხე შეუქმნას კოლექტიურ გადაწყვეტილებებს, იგივე სანქციების მიმართულებით, მაგრამ ინდივიდუალურად ქვეყნებს ვერავინ ვერ შეუზღუდავს სანქციების დაწესებას და ეს პროცესი გაწყებულია. არის გამონათქვამი, რომ ის ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს და თავად არ იქცეს ურჩხულად. და ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოში, რომ იმდენად გართული არიან რუსეთთან ბრძოლით, რომ თავად ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. და ამიტომაც ვამბობ მე, რომ დღეს საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის. მათ შორის დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სტომისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებებისა, რომელზეც ხშირად საუბრობენ, დარჩება თუ არა ის ერთგული დემოკრატიისა და ხალხების ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას რომ სხვა ქვეყნებში ჩაერიოს ხალხის ნებაში და შეეცადოს სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის ჩამოყალიბებას, სადაც ხელისუფლება ჩართულია მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებაში და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება. ფინანსარ არის დაახლოებით ცნობილი ის რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული, ამასთან დაკავშირებით გამოსულია გარეთ ინფორმაცია, განსაკუთრებული არაფერი, ერთადერთი ნეგატიური რაც ვუძლებთ მაგიდაზე არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდების შემოღება, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ანტიქართული ნაბიჯი, იმედია რომ საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების და ბიუროკრატების პოზიციები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში დანარჩენ სავალებად. ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლდა. სასამართლო მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სახკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მითხრეს რომ მივდიოდი პროცესში. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი, იმიტომ რომ მე ადვოკატთან კონტაქტი არ მქონდა, ძალიან გულახდილად რო გითხრათ, მეგონა რომ სადღაც აცებრად მივყავდი, იმიტომ რომ ისე საიდუმლო ვითარებაში მეუნებოდნენ, რომ უნდა წაგიყვანონ, მეთქი არ ეგონოთ რომ მეშინია თქო და ველოდებოდი ბადრაგის მანქანასთან. აღმოჩნდა რომ გარეთ მიშვებდნენ და არ ამცემდნენ და რომ ეს ჯობია ყოველ შემთხვევაში. პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, რომ ელისაშვილიო უცხოეთშიო კავშირები აქვს ელისაშვილს 30-იან წლებში ბოლშევიკები, ტრიბუნალი და ტროიკა რო იყო ზუსტად მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მაშინ, რა ვიცი მე, მიხეილ ჯავახიშვილს თუ რა ვიცი, მაზნიაშვილს, მათ თავს კი არ მიმაშვები უყადრებ, მაგრამ კი არა და არ მგონია რომ მათსავით ვარ, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო, რომ უცხოეთში მიიმალებაო. და ეხლა ამ დღეში რა მოხდა? ეხლა არ მივიმალები? შუამდგომლობით შემოვიდა პროკურატურა, რომ ახვითი ღონისძიების სახით პატიმრობა შესული იყო გირაოთი, მოთხოვნა ჰქონდა 5000 ლარის ოდენობით, თუმცა შეამცირა სასამართლომ და 4000 ლარი შეუფარდა. თუმცა ჩვენ სასამართლოზე ვითხოვდით, რომ ახვითი
ღონისძიება საერთოდ არ ყოფილიყო გამოყენებული, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში ალეკ ველისაშვილი არის უდანაშაულო თავს დამნაშავედ ართვლის და სასამართლოზე მოსამართლესაც და პროკურორსაც უთხარი, რომ ერთადერთი თუ ვინც ჩაიდინა დანაშაული, ეს არის ქართული ოცნების მხარდამჭერი პარტიის წევრი ალი ბაბაევი. ბრალდების ხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დღეს მდგომარეობით ამ ეტაპზე არ იყოს საჭირო აქვეთ ღონისძიების საქმე ყველაზე მკაცრი ღონისძიების პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი ღონისძიებაც გირაოს უზრუნველყოფდა სასამართლოს საპროცესო კოდექსის გათვალისწინებულ მიზნებს. სწორედ ამიტომ ჩვენ დავაყენეთ ჩვენგონობა, სასამართლომ განიხილა, გაიზიარა და დააკმაყოფილა იქ შესაბამისად ბრალდებული სიმართლე გამოყენებული იქნა აქვეთ ღონისძიების სახით გირაო 4000 ლარის ოდენობით. გაუგებარი იყოს დაჭერის პროცესიც და ეს გამოშვების პროცესიც, კარგია და ულოცავ რომ გარეთ არის, მაგრამ უპირველესი მოთხოვნა არის ყველა იმ ახალგაზრდის, ყველა იმ პოლიტიკური პატიმრის გამოშვება, რომელიც დღეს არიან, ესე თქვა, საპრობილეში. ეს არის ნომერ პირველი, ესე თქვა, მოთხოვნა, ეს მოთხოვნა არ შეიცვლა. ოპოზიციონერი ლიდერები მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ. დისკუსია თითქმის 2 საათი მიმდინარეობდა. ჩვენი მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, არის ძალმომრეობითი სამართალდამცავი სისტემის ჩამოშლა და ამაზე რა უნდა გავაკეთოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვისაუბრეთ ასევე საგარეო ასპარეზზე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ერთობლივად. ჩვენი ამოცანა არის, რომ კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტულ ჯგუფებს, საზოგადოებას შორის იმისთვის, რომ უფრო და უფრო მძლავრი იყოს წინააღმდეგობა, რომელსაც უწევთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. დღეს მიღწეული მიზანი რაც არის, ამაზე შემიძლია მკაფიოდ თქვა, აღიარება ქართულ ოცნებების რეჟიმს არ აქვს. ძირითადად აქ საუბარი არის პირველ რიგში იმაზე, რომ კოორდინირებული იყოს ყველა გზავნილი, რომელთაც ჩვენ ველაპარაკებით ჩვენს მეგობრებს იმ ორ მთავარ ამბავთან დაკავშირებით. პირველი ის, რომ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიღება, არ უნდა დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა, მაგალითად, რომ ავიღოთ უვიზოს შეჩერება აუცილებლად უნდა გავრცელდეს მაღალი თანამდებობის პირებზე, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რეპრესიული რეჟიმის წარმომადგენლებზე, ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ ხალხზე, მაგრამ ის არ უნდა შეეხოს ჩვენს მოსახლეობას. იმჯერად ერთის მხრივ იმაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, ისევე როგორც მათ შორის შევთანხმდით, რომ რეგულარული ფორმატები იქნება შეხვედრების, გამომდინარე საფრთხეებიდან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, გაცხადებული უსაფრთხოებისთვის და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლის დასაცავად იყოს საბოლოო ჯამში დასრულებული ხელახალი არჩევნების, ისევე როგორც უკანონო პატიმრობის გათავისუფლებით. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი მეთოდები, რა მეთოდებითაც კომუნიცირებთ დასავლეთთან და მათ გაგვიზიარეს მათი მეთოდები, როგორ მუშაობენ ისინი დასავლეთთან. ანუ ერთობლივად შეთანხმება ესა კონკრეტულად არაფერს არ მომხდარა. ჩვენ მიმსჯელეთ და განვიხილეთ თემები, რა თემებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტირება და რა თქმა უნდა, მთავარ თემას წარმოადგენს ის, რომ მოძალადე რეჟიმის წარმომადგენლები დასაჯოს დასავლეთმა და დასჯაში გულისხმობს სწორედ სანქციები. საქართველოს ხელისუფლება ლიტვისა და ესტონეთის ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომებით არ უპასუხებს. აღნიშნავენ მთავრობაში და განცხადებას ავრცელებენ. როგორც ცნობილია, ლიტვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების 20 წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა ლიტვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა ლიტველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილება ორივე სახელმწიფოსთან დარჩეთ სამხედრო მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიტველ ხალხებს შორის. ფართოდ არის ცნობილი, რომ ეს ესტონეთი და ლიტვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვს შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხოური ქვეყნის ინტერესების კარნახით მოქმედებენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებულები არიან საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედონ. სამწუხარო, რომ დამოუკიდებლობის 33 წლიანი ისტორიის მიუხედავად ლიტვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწეს თავი.
ჩვენ მეგობარ ესტონელ და ლიტუელ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის გამტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს. აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში. ცნობისთვის ესტონეთსა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განაცხადეს, რომ ლიტვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, ხოლო ესტონეთმა 14. ლიტვისა და ესტონეთის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ესაა პასუხი ქართული ოცნების ქმედებებზე. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სიმართლე მათ მხარესაა და მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებით. განახლებული სიის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ ძალადობასა და ჩაგვრას მშვიდობიანი აქციების მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ. ასევე ისმის მოწოდებები ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირებისკენ. საქართველოს ხელისუფლება, დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება არათუ წყვეტს და ფაქტობრივად აუქმებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას. არამედ უკვე მიღწეულ არაერთი წლის ნამუშევარ პროგრესსაც, რა თქმა უნდა, ყველა პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, რომელმაც ამას ხელი შეუწყო და ამის გამოხატულებაა ეს სანქციები. ეხლა ჩვენ გვესმის ძალიან კარგად, რომ ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოები ინდივიდუალურად შეძლებენ, რომ ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა სხვადასხვა ფორმით დააკისრონ და ამის გამოვლინება ვნახეთ ჩვენ ესტონეთის და ლიტვის შემთხვევაში. ეს პროცესი გაგრძელდება და გაფართოვდება. სანქციები იყო მოსალოდნელი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისგან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, ქართული ხალხის ნებას არ გამოხატავს, მიუხედავად ამისა, ქართული ხელისუფლება წოდებული მოხდა სანქციებში. ეს არის სამწუხარო, იმიტომ რომ ჩვენი ყველაზე უფრო ახლო მეგობრებმა დაიწყეს პირველი ნაბიჯი გადადგეს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, სანქციები მოყვება სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები. ჩემი პროგნოზი არის, რომ სანქციები იქნება უფრო მკაცრი და უფრო ფართო, ამიტომ ამ სანქციების მოლოდინი მაქვს. როგორც იტყვიან, არაფერი დაფარული, რომელიც გაცხადდეს, ეს ადამიანები ერთგვარ თვითლუსტრაციას ახდენენ, ჩვენ და დამოუკიდებლად თვითონვე ფაქტობრივად საჯაროდ გამოდიან და რა არის პრინციპში გასაკვირი ამავე ადამიანებისგან, სწორედ ეს ადამიანები იდგნენ რამდენიმე კვირის, რამდენიმე თვის წინ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე და ითხოვდნენ უკრაინის მაიდანის მსგავსი ძალადობის და ტრაგედიის გამეორება საქართველოში. ამიტომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს არ არის გასაკვირი, თუმცა რა თქმა უნდა არის მიუღებელი ქმედება და პროვოკაცია. ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებულია ის გარე ძალები, რომლებიც დამარცხდნენ საქართველოში და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა 1,100,000 ადამიანმა უთხრა არა ბოროტებას, უთხრა არა უსამართლობას, სიცრუეს. წარმოგიდგენიათ, ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული მომავალი და ამ გზაზე ვაშანტაჟებენ მთელი რიგი. ჯერ იყო და საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როგორი შანტაჟი მიდიოდა. ეხლა საუბარი არის მოლაპარაკებების გახსნა, არ გახსნის თემის შანტაჟით. ანუ არ ელევათ ინსტრუმენტები, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დააშანტაჟონ და ყოველთვის ვიყოთ ამ ვითარებაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მე ვფიქრობ, ეს იყო ალტერნატივა გადაწყვეტილება, ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართულ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც ლიტველი ხალხის მიმართ, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებული სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და ჩვენ გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღნიშნოს ის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად მიუღებელია ის, რომ ეს ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხების ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთებით. მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ოპოზიცია გარედან იმართება. ხელისუფლებამ კი არაერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადებოდა.
როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს მოწონდეს ნაცემი ადამიანი, ხო, ალახული ადამიანი. ან იმ პროცესები, რაც მთელი საქართველო ადევნებდა თვალს, და დაზარალებული პოლიციელი და ასე ვთქვათ, მოლოტოვის კოქტეილების სოლის შემდეგ, ცეცხლს წაკიდებული და შემდეგ და მეორე მხარეს ეს ჩვენი ახალგაზრდები ხომ ესეთ მდგომარეობაში. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება იყოს, ხომ? ერთი მიმართულებით საუბრობდეთ, რომ დაზარალდა ახალგაზრდა, ნაცემია და შემდეგ და არ საუბრობდეთ ჩვენს პოლიციელებზე, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს იცავს, ხო? ეს შეფასებები, აი ამ გაბედულებაზე მაქვს საუბარი, ჩვენ უნდა გავბედოთ. თუ გვინდა რომ ერთმანეთს ვესაუბროთ და გავერთიანდეთ და თუ ჩვენ ორივეს გვიყვარს სამშობლო, აქ სწორება მაქვს, მე მოქალაქეზე, თუ ჩვენ ორივეს გვიყვარს სამშობლო და ერთმანეთს ვეჯიბრებით პატრიოტიზმში და ამ ქვეყნის ინტერესების დაცვაში, მაშინ შეფასებაშიც ერთნაირები უნდა ვიყოთ, ხო? არ უნდა იყოს მიკერძოება, მაგრამ აკვე დავაკვირდეთ მოვლენებს და ამასაც გვერდს ვერაუღით. არსებული აქციები რამ გამოიწვია? და ეს ამაში მეც ვიყავი მონაწილე, რომ თქვენი ტელევიზიით, სხვა ტელევიზიებით წლების დაახლოებით წელიწად ნახევარიან ბოლო 6 თვის მანძილზე მუდმივად საუბრობდით, რომ ეს რადიკალური ფრთა პოლიტიკოსების, რომელიც გარედან არის მართული, ემზადებიან არჩევნებისთვის და ჩვენ ხომ ნახეთ მათი საარჩევნო პროცესი როგორ მიმდინარეობს. არამედ არჩევნების შემდეგ პროცესების რადიკალიზაციისთვის და გადატრიალებაზე, ასე ვთქვათ, აქცენტის გაკეთებისთვის, ხომ? ეს ხო ფაქტი არის, ჩვენ რასაც საუბრობდით, ეს განხორციელდა სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ესეც გათვლილი თემა იყო, რომ ამ შეხლა-შემოხლას უნდა მოყოლოდა გაბრაზება საზოგადოების და ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივად იღებს, რომ არ მოწონს ნაცემი ახალგაზრდა და გაბრაზებული გამოდის გარეთ, რა თქმა უნდა, მე სოლიდარული ვარ მის მიმართ, მაგრამ ასევე მინდა სოლიდარული იყოს იგივე ადამიანი იმ პოლიციელის მიმართ და კითხვა იბადება. არის თუ არა ჩვენი პოლიცია მოძალადე, ხომ? და აქ მარტივად არის შესაძლებელი და მე მივცემ ჩემ თავს უფლებას, რომ უფრო მკაფიო ვიყო და პირიქით მადლობა გადაუხადო, რა პირობებში უწევს ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს პროცესების მართვა, ხო? ვერ დამისახელებს ვერც ერთი ადამიანი, რომ სადაც მშვიდობიანი აქცია იყო, პოლიცია ის ძალით დაშალა, ან რამე ძალადობის აქტს ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან. რა შემთხვევაშია დიალოგი შესაძლებელი ქვეყანაში ვითარების განსამუხტად პრემიერ-მინისტრის შეთავაზება დისკუსიასთან დაკავშირებით განხილვის თემაა პოლიტიკოსებში. ოპოზიცია დიალოგის ფორმატს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ყობახიძე აღარაა ქართული ხალხის პრემიერი. ისინი ხელახალ არჩევნებსა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მმართველი გუნდი კი დიალოგის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს საზოგადოებას განსაკუთრებით ახალგაზრდებს ჩაერთონ ამ პროცესში. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ყობახიძემ საზოგადოებას ნებისმიერ ფორმატში დისკუსია შესთავაზა. მზადყოფნა გამოთქვა და მისი თქმით მზად არის ყველა იმ თემაზეც დასაუბროთ, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება. ამ ხალხმა ეს ამ ძალადობის და ამ ასე ვთქვათ პირდაპირ ვთქვათ შეტევის მიუხედავად უკვე მე-19 დღეა აგრძელებენ საკუთარი ინტერესებს და საკუთარი მომავლის დაცვას. რა თქმა უნდა, ერთი მხარე ამ დისკუსიაში უნდა იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ მეორე მხარე ვინ უნდა იყოს? როგორ შეიძლება ადამიანთა, რომელიც არაფერს არ განაგებს ამ ქვეყანაში რეალურად, ფორმალურად მას შეიძლება ისედაც არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის პოსტი უჭირავს, მაგრამ მას აბსოლუტურად არაფრის განკარგვის რეალური უფლებამოსილება არ გააჩნია. ცხადია, ამ ასეთ ადამიანთა საუბარში დრო არავინ არ უნდა დაკარგოს. სადებატო რაღა დარჩა იმაში, რაც დღეს ქვეყანაში მოცემულობა გვაქვს. დღეს ჩვენი ქვეყანა არის სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში. მას ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, არალეგიტიმური პარლამენტი და მისგან გამომდინარე არალეგიტიმური კანონპროექტები იქნება, კანონები იქნება თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი თუ პრეზიდენტი არჩეული. რა არის აქ სადისკუსიო? ორი საკითხი, რაზეც შეიძლება მოლაპარაკოთ. დიალოგი მე არ ვიცი, ასე შნავს დიალოგი და დიალოგისთვის და სხვა
დაპყრობისთვის ყავს მდინარაძე და გაერთონ ერთად. ჩვენ გვაქვს ორი პირობა. ეს პირობა არის ერთი ახალი არჩევნები და ამ საკითხზე მსჯელობა, ამ საკითხზე სულად ჩაერთვება ოპოზიცია დარწმუნებული ვარ და მეორე მძევლების განთავისუფლება. დღეს ქართულ ოცნებას ყავს მძევლები. ადამიანები დაკავებულია იმისათვის, რაც არ მომხდარა და ესენი არიან დაახლოებით 30-ზე მეტი სისხლის სამართლის და ნაწილი ადმინისტრაციული. არაერთხელ იქნა შეთავაზებული სხვადასხვა პირისთვის, რომ გამართულიყო დებატები და მომხდარიყო სხვადასხვა პოზიციების გაცვლა და ჩვენ კარგად ვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ, როგორ ვერ გაბედეს პრემიერ-მინისტრთან დაჯდომა, იმიტომ რომ მათ სათქმელი არაფერი არ ქონდა და არგუმენტები არ ქონდათ. შესაბამისად, ეხლაც რა თქმა უნდა ჩვენი გარი ყოველთვის ღია არის და მთავრობის მეთაურის მზად არის, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაუჯდეს პირდაპირ ეთერში და თავისი და ჩვენი სიმართლე კიდევ ერთხელ გააცნოს საზოგადოებას. ნახოთ, როგორ იქნება გამოხმაურება, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მოლოდინი, რომ ის ადამიანები მაინც, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ გაბრაზებულებს და ამბობენ, რომ აი რაღაცა უბედურება ხდება ჩვენი ქვეყნის წინაშე, დაждდებიან და ამ პოზიციებს გააჩქარებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში კეთება პოლიტიკური შეფასებები. მმართველი გუნდის განცხადებით დოკუმენტი ადასტურებს, რომ საქართველო იყო და არის დასავლური კურსის ერთგული. ბრალდებები კი მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსების მიზანმიმართული სრულ ნარატივია. ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველო ყველა ანგარიშში მოწინავე პოზიციაზეა. არის სიტყვები, არის პოლიტიკოსები და პოლიტიკანები, რომლებიც სიტყვებში ჩვენ ხედავთ წვავე დამოკიდებულებას და რეალობისგან აცდელნის შეფასებას და რეალობის გამრუდების ცდილობას, შემდეგ ამას მოყვება ხოლმე დოკუმენტები. მიქნება ახლა ეს შეფასება სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად კარგად მუშაობს ის ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ლიეტუამ და ესტონეთმა, რომლის ხელმძღვანელიც ახლა ხელმძღვანელზე თქვენსო არ შეურჩევეს საკუთარ ქვეყანაში. აი ეს არის სამხარეს დგას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც აქ საერთაშორისო სამართლის დამღვევი არის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით საქართველოში რადიკალურ აქციაზე, ოპოზიციის აქციაზე იღებდა მონაწილეობას, ეს დგას სამხარეს, მისი ასე ვთქვათ, საუბრები და რეალობის გამრუდების ცდილობა და მეორე მხარეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დოკუმენტი და ანალიზი და შეფასება, რომელიც საბოლოო ჯამში, სადაც საბოლოო ჯამში რეალობას თვალს ვეღარ აცდენს ხოლმე და ზუსტად ასე არის სხვაგანაც. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში არის პასუხი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის. და რა გონიათ ახლა ან ესტონეთს ან ლიეტუვას ეს საფრთხეები, ტერორიზმის იქნება თუ უსაფრთხოების, ვინ არის ერთ-ერთი ფორპოსტი, ვინც ამას აკავებს, მათ შორის მათთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. გავიგეთ, რომ ეს ნატოს ხოლმე გადაფარებული აქვთ და თბილად არიან და გონიათ, რომ მეტი არაფერი არ სჭირდებათ, მაგრამ საქართველოს ძალისხმევა, რატომ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ძალისხმევას, ხო? ამ ხელა ქვეყანა არის, ჩვენ რაში ვჭირდებით? იმიტომ ვჭირდებით, რომ იცის, რომ რეგიონში ჩვენი ქმედებები მნიშვნელოვანი არის, მათ შორის ტერორისტული თუ სხვა ძალადობრივი საფრთხეების შესაკავებლად. ეს ანგარიში არის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება იმისი, რასაც ჩვენ უკვე რამდენიმე არაერთი წელია ვამბობთ, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ამას ვადასტურებთ, რომ საქართველო იყო, არის და დარჩება დასავლეთის ერთგული პარტნიორი ამ გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. როდესაც ჩვენ ვისმენთ პოლიტიკურ განცხადებებს, ცარიელ სიტყვებს ჩვენი ოპოზიციისგან, ან ოპონენტებისგან, მეორე მხრივ არის კონკრეტული მიმართულებები უსაფრთხოების მხრივ, მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, ეკონომიკის განვითარების და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებში, სადაც საქართველო კონკრეტულად საქმეზე ორიენტირებულად, ძალიან მშვიდად, წყნარად თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნებთან თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმ საერთო ინტერესებისთვის, რაც არის მშვიდობა და უსაფრთხოება ორივე ქვეყანაში. როდესაც ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენლები, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები ვამბობთ ხოლმე, რომ ურყევია ქართული ხალხის ნება და შესაბამისად ქართული ოცნების გუნდის გადაწყვეტილებას, რომ ვიაროთ მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთისკენ და ამ გზიდან არასდროს არ გადაუხვევთ,
გამოვლენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც წარუმატებლად, მაგრამ ეს პიარული მეთოდების გამოყენებით, რომ მილიონჯერ უნდა გაიმეორონ ერთ და იგივე ფრაზა იმისათვის, რომ საზოგადოების თავში ჩააჭედონ ლურსმანივით, ამბობენ ხოლმე, რომ დემოკრატიული უკუსლა არის ჩვენს ქვეყანაში. ეხლა საინტერესოა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშიც ამბობს, რომ პირიქით სანდო პარტნიორია საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რა განცხადებას გააკეთებენ ესენი. შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებებს განმარტავს. ცვლილებებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს უკვე ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა და არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდნეს მათ საწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციას აქვს ამ ადამიანის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩათენის აღკვეცისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ცვლილებების შესაბამისობაშია ევროპული სასამართლო სტანდარტებთან და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ პირს უკვე ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა და ამასთანავე არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კვლავ ჩაიდნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციას აქვს ამ პირის დაკავების უფლებამოსილება სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის აღკვეთისა და მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ქსურს ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ აღნიშნული ცვლილებების შესაბამისობაშია ევროპული სასამართლო სტანდარტებთან და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასთან. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2018 წლის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პრევენციული დაკავება შეესაბამება ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება კონვენციის მეხუთე მუხლი განიმარტოს იმგვარად, რომ პოლიციისთვის შეუძლებელი გახდეს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. პოლიციამ გარკვეული ფორმით უნდა გამოიყენოს ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციული უფლებამოსილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად პოლიციას ხელი მიუწვდება იმგვარ ინფორმაციაზე და ოპერატიულ მასალებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია. სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება იცავს პირს დაუსაბუთებელი და თვითნებური დაკავებისგან. პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებს, მათ შორის სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, პრევენციულ დაკავებას იცნობს არაერთი ევროპული ქვეყანა, მათ შორის არის დანიის, ჩეხეთისა და გერმანიის სამართლებრივი სისტემები. აღსანიშნავია, რომ არც ერთი პრევენციული ღონისძიება პოლიციას არ აძლევს ზოგად აბსტრაქტულ საფრთხეზე აპალირებით რაიმე ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას. მით უფრო იმ დასაბუთებით, რომ რომელიმე პირი ან პირთა ჯგუფი მიდრეკილია ჩაიდინოს დანაშაული ან სხვა ძალადობრივი ქმედება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირის მიერ ჩადენილია სამართალდარღვევა და ამასთან არსებობს სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის რეალური საფრთხე. სამართალდარღვევის ჩადენის რეალური საფრთხის თავიდან აცილება გულისხმობს, რომ არსებობს მაღალი ალბათობა კონკრეტული სამართალდარღვევა განმეორებით იქნება ჩადენილი კონკრეტული პირების მიერ. საფრთხის რეალობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული ფაქტებით ან ინფორმაციით, რაც წარდგენილი უნდა იქნეს სასამართლოს წინაშე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ დაკავებულ პირს მისი დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.